აღზრდის სკოლა მშობლებისათვის გრძელდება. დღეს ვსაუბრობთ ოჯახზე, ოჯახის შენარჩუნებაზე, ოჯახის დანგრევაზე, ხილულ და უხილავ წესრიგებზე, წესებზე, მათ დაცვაზე, დარღვევაზე და ბავშვებზე, რომლებიც ამ ყველაფრის დროს და ამ ყველაფრის ქვეშ, როგორც წესი, პირველები და ყველაზე მეტად იჭყლიტებიან. ამ თემაზე სასაუბროთ მე მყავს ჩემი მეგობარი, ქალბატონი ნანა გოგიჩაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, ვფიქრობ, გასაშლელი, გადაცემის დაწყებამდე მოვთელეთ თემა და ვფიქრობ ძალიან ღრმა იქნება ჩვენი დღევანდელი საუბარი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ასეთი აქტუალური და ძალიან საჭირო თემის გაშუქებისთვის. შევთანხმდეთ, რომ ვისაუბრებთ მარტივი და გასაგები ტერმინოლოგიით და თუ ჯანსაღი ამბიცია შეიძლება დავარქვათ, მინდა რომ ჩვენი საუბრის შემდეგ თემის ადრესატებმა სწორი კითხვები დასვან. საკუთარ თავთან, საკუთარი ცხოვრების კეთილდღეობის ხარისხთან მიმართებაში, საკუთარ მესთან მიმართებაში და რა თქმა უნდა ბავშვებთან, საკუთარ შვილებთან მიმართებაში. სწორი კითხვების დასმა ეს მთავარი საკითხია, იმიტომ რომ სწორი კითხვის დასმას შეუძლია აბსოლუტურად შეგაცვლევინოს აზროვნების რაკურსი. რომელიც არ არის მარტივი. იმიტომ რომ ჩვენ გვეშინია აღიარების, გვეშინია ტკივილის გარეთ გამოტანის, მეშინია საკუთარ თავთან შეხვედრის, იმიტომ რომ სამწუხაროდ თუ ჩვენ უკვე გადავალთ დესტრუქციული და ტოქსიკური ოჯახის მახასიათებლებზე, მე აღარ ვარ მე შემცვალეს, მე მაიძულეს რომ ვიყო ის, ვინც არ მინდა რომ ვიყო. არ მომწონს ჩემი თავი და რატო არ მომწონს კიდე სხვა არის, ან მარტოობის მეშინია, ან ოჯახის ზანგრევის მეშინია, ან საზოგადოებრივი აზრის მეშინია, ან საკუთარ შვილებთან ვერ ვნახულობ მისასვლელ გზას, რომ გულწრფელად დავანახო, რომ ეს არ არის სწორი. ეს არ არის ის ოჯახი, რომელზეც მე ვოცნებობდი. და ნახეთ, ლოგიკურად დავსვათ კითხვა, რა არის ოჯახი? პირველ რიგში ეს არის ემოციური სისტემა, სადაც ადამიანები სწავლობენ ურთიერთობებს, პირადი საზღვრების დაცვას, სწავლობენ ერთმანეთზე ზრუნვას და ერთმანეთის პატივისცემას და სწორედ ამ ურთიერთობებში ბავშვი ეუფლება იმ ქცევით პატერნებს, რომლებიც ზრდასრულობაში მისი ცხოვრების კეთილდღეობის ხარისხის გამსაზღვრელი უნდა გახდეს. ერთ შემთხვევაში, მაინც ნუ გავაკეთებთ აქცენტს ნეგატიურ ოჯახებზე, თუმცა ესე ჩვენი დღევანდელობის და რეალობის შემადგენელი ნაწილია. მადლობა ჩემ შვილებს, ხშირად ვამბობ. ალბათ იმათაც გქონდათ რაღაც პრობლემები, ოღონდ ჩვენ შვილებს ეს არ გვდგენია. ეს წამოვიღე ჩემთან, ჩემს ოჯახში. და ალბათ ასე გააგრძელებენ ჩემი შვილებიც. მაგრამ პირველი ემოციური საჭიროება რა უნდა ქონდეს დაკმაყოფილებული ბავშვს, უსაფრთხოება და დაცულობა. და წონის, თვალისფერის და ყურის ფორმის მიღმა, მისი მიმღებლობის მაღალი ხარისხი. საინტერესოა, რომ დაიწყეთ კი საუბარი ახსენეთ, რომ ოჯახი არის ემოციური სისტემა, რასაკვირველია და ჩვენი ყველანი ვსწავლობთ. მე ვფიქრობ, ეს სიტყვა ვსწავლობ არის ჩარჩოში გამოსატანი. იმიტომ რომ იქ, სადაც მე ვსწავლობ, მე აუცილებლად მეშლება. და იქ, სადაც მე მეშლება, მე მჭირდება მხარდამჭერები, რომლებიც მიიღებენ ამ ყველაფერს, გამამხნევებენ. შესაბამისად, მე თუ ვიღებ ჩემ თავს ასეც, რომ მე შეიძლება მეშლებოდეს და არ ვარ იდეალური, რაც ძალიან რთული მისაღები არის ხოლმე, განსაკუთრებით მშობლებისათვის, იმიტომ რომ ისინი ვერ იღებენ თავის თავს არასრულყოფილს და ჩვენ არა ვართ სრულყოფილები. და შესაბამისად, ბავშვებსაც თხოვენ სრულყოფილებას, რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელია და ეს უკვე არის ხოლმე გარკვეული დაღი და ტრავმა, თუ მე ჩემ თავს ვიღებ ასეც და ვიაზრებ, რომ ოჯახი არის სისტემა, სადაც მე ვსწავლობ იმას, რაც აქამდე არ მქონია, ხო? მე მაშინ იმ ადამიანსაც ვიღებ, რომელიც ასევე სწავლობს და მასაც ეშლება. მე ვფიქრობ ძალიან ხშირად მთავარი შეცდომა ხოლმე აღქმაში, ოჯახის აღქმაში, დევს სწორედ აი ამ წინადადებაში, რომ ჩვენ ვსწავლობთ და გვეშლება და უნდა მივცეთ საკუთარ თავს უფლება, არ ვიყოთ იდეალურები. და ერთმანეთს მივცეთ შეცდომების უფლება, თუმცა რა თქმა უნდა შეცდომები არსებობს საბედისწეროც და შეცდომები არსებობს ზღვარზე, რომლის იქითაც ჩვენ უკვე რაღაცის მიღება და პატიება არ შეგვიძლია და უკვე ვსაუბრობთ იმ დესტრუქციაზე, რაც თქვენ თქვით, სადაც შეიძლება დავკარგოთ უკვე საკუთარი თავი, ან აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არ გვინდა.
ან როგორც საერთოდ არა ვართ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენ საერთოდ სხვა როლში ვართ და ჩვენ ცხოვრებას არ ვცხოვრობთ. ეს საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია, მაგრამ აი ძალიან ხშირად მშობლები ამ სიმპტომს არ უყურადებენ, ეხლა თქვენც გეცოდინებათ და ასე ვთქვათ, იმალებიან ბავშვებზე ზრუნვის უკან. არ აძლევენ თავს საშუალებას ეს ფიქრი განავითარონ და იმიზეზებენ, რომ ისედაც ბევრი საქმე აქვთ და აი ამ საქმეში ფაქტობრივად კარგავენ თავს. და რეალურად ძალიან სწორი აქცენტები დასვით. ეგ არის საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობა. ჭურჭელი მაქვს, არეცხი მაქვს თუ ასე შემდეგ, მე აღარა ვარ. ამ ოჯახზე ვოცნებობდი 5-10 წლის. შეიძლება დიახაც ზუსტად ასეთ ოჯახზე ვოცნებობდი და მინდოდა, იმიტომ რომ ეს მაქვს ნანახი. და მეორეა, რომ მე ისე ვის ვარ, მე და შენ გავხდით ჩვენ, ოჯახი ტვირთია თუ მადლია. ეს პასუხისმგებლობაა თუ პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე, შემდეგ მეუღლესთან და რა თქმა უნდა ჩემს შვილებთან. ძალიან ხშირია, რომ აი ეს ტვირთია თუ მადლია, რაღაც მომენტში მე მძიმეა და რაღაც მომენტში მადლიერი ვარ. ბუნებრივია, ეს ყოველთვის ვერ იქნება სწორხაზოვანი. კი, და ეს ბიპოლარობა ახასიათებს. ეს დინამიკა, აქტიურობა, ცვლილებები, ეს ხომ თანამდებია. ოჯახი ვერ იქნება სტატიკური. რომ დღეს კარგად ვარ და 30 წელი მე კარგად უნდა ვიყო. მაშინ ემოციები სად არის? იცით რა მინდა გთხოვოთ, აი ჯანსაღი ოჯახის მახასიათებლები, რო ჩამოვაყალიბოთ და ტოქსიკური ოჯახის მახასიათებლები, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ იციან, რომ ჯანსაღ ოჯახში ცხოვრობენ. ანუ შეფასების სისტემა არ აქვთ, იმიტომ რომ არ იციან, რას უნდა შეედარონ. და ასევე არიან ადამიანები, რომლებიც არ იციან, რომ დესტრუქციულ ოჯახში ცხოვრობენ და მათი ოჯახის შენარჩუნება ჯდება ბავშვის მომავალი ტრავმები, რომელიც შემდეგ ძალიან რთული ამოსაძირკვი იქნება მისი ფსიქიკიდან. სანამ ამ მახასიათებლებს ჩამოვთვლი, ნახეთ, ბავშვი გაიზარდა ტოქსიკურ ოჯახში და მან შექმნა ტოქსიკური ოჯახი, იმიტომ რომ სხვა არ უნახავს, სხვა არ იცის. მამა თუ ცემს დედას და მასაც მისი ქმარი ფიზიკურად ეხება, ის თulis რომ ეს ნორმაა. და აი პირველი შეჯახება მეგობრის ოჯახში ნათესავთან, სადაც ერთმანეთზე ზრუნავენ, სადაც ემოციური უსაფრთხოება, აი პირველი მახასიათებელი ჯანსაღი ოჯახური კლიმატის არის ემოციური უსაფრთხოება. თქვენ ახსენეთ დაშვებული შეცდომები. რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენ შეცდომებს უშვებთ. უშეცდომა ერთი იყო და ზევით არის, ხო? რა შეცდომას უშვებ? რა არის ამ ჩემი შეცდომის წინაპირობა? შიში თუ სირცხვილი? რატომ ვამბობ ტყუილს? რატო ვიმართლებ თავს მუდმივად? რატომ ვარ მუდმივი კრიტიკის ქვეშ? რა მოწონდა და რა აღარ მოწონთ ჩემი? და ნეტა რატო? ეს თითოეულ ჩვენთაგანის გადმოსახედიდან საუბრობთ თუ ბავშვის? არა, ჯერ ზრდასრულების. იმიტომ რომ ჩემი ქცევა არის დასწავლის წინაპირობა. კი, რასაც ბავშვი უყურებს და სწავლობს. რას უყურებს ჩემი შვილი? პირველი ჯანსაღი ოჯახის, აი ჯანსაღი ფსიქოკლიმატის გამსაზღვრელი არის ემოციური უსაფრთხოება. მე რა თქმა უნდა შენიშვნა მეც მიმიღია და ჩემი შვილებისთვისაც მიმიცია. ოღონდ ეს არ იყო პიროვნული შეურაცხყოფის ფონზე. ეს არ იყო განზოგადებული, რომ შენ ცუდი ადამიანი ხარ. არა. ეს ქცევა მე მგონი მთლად მოსაწონი არ იყო. ალბათ და მე მოდის არგუმენტები. ამიტომ, ნახეთ, წინაპირობა, ქცევა, შედეგი. ეს ტრიადა არის უცვლელი. მე წყალს ვავ, იმიტომ რომ წყურია, წყალს ვავ თვითონ ქცევა და შედეგი არის წყურვილი საკმაყოფილება. როდესაც მე ვძალადობ ვინმეზე, ეს არის დაუკმაყოფილებელი ემოციური საჭიროება, რომელიც ცალსახად ნეგატიურად აისახება ჩემ მეუღლეზეც, ჩემზეც, საკუთარ თავზეც და რა თქმა უნდა შვილებზეც. მე გუშინ მყავდა გოგონა, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვარ, ისე ღელავდა დედმამის ურთიერთობაზე, რომ სულ ყვირიანო, სულ ჩხუბობენო და მე ვთქვი, შენ სად ხარ ამ დროზე? მე იქვე ვდგევარო და ერთი კვირის ვადა მივეცი, რომ ჩაიწეროს ამ ერთი კვირის განმავლობაში თავის ემოციები და ვაპირებ, რომ ორშაბათს დედას დავეკონტაქტო.
ძალიან ხშირად არიან გართული ამ ოჯახის შენარჩუნებით, ზოგადად ეს სიტყვა ძალიან არ მომწონს შენარჩუნება, იმიტომ რომ თვითონ შენარჩუნება მიასოცირდება შენობას გამაგრებას რო უწყებენ, უკვე გასაგებია რომ ის შენობა არის ავარიული. თუმცა შესაძლებელია შენარჩუნება. ნახეთ თუ კითხვას ასე დავსვავთ, კრიზისი ოჯახური, რომელიც არის ნორმა, თუ დასასრული. კრიზისის დროს რაღაცები ჯერ კიდევ ცოცხალია და ორიდან ერთი მხარე უფრო აქტიურად ცდილობს ამ შენარჩუნებას, ამ ურთიერთობის და დასასრულის დროს სვავ გარკვეულ კითხვებს. აი მე მყავდა გოგონა, რომელმაც მიიღო ოჯახის დაშლის გადაწყვეტილება და ჩვენ ვიცით რომ ასე კონკრეტულ რჩევებს არ ვიძლევით, იშვიათი გამონაკლისის გარდა და დავეთანხმე, კი ბატონო, მიდიხარ. მოდი მიპასუხე რამდენიმე მარტივ კითხვაზე. ალაგებ, ხო, სად მიდიხარ, რითი მიდიხარ? ხვალ ბავშვების მიყავს ბაღში, ღამეს სადათენებ და ასე შემდეგ. და თუ რჩები, რას ცვლი ურთიერთობაში? ის თუ იგივენაირად დარჩა ყველაფერი, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? დარჩა იმ ღამეს, ოღონდ ეს ოჯახი მაინც დაინგრა. ოღონდ ნახეთ გაცნობიერებული გადაწყვეტილება იყო და არა პრინციპი, რომ ერთხელ თქვი და მე ამას აღარ შევცვლი. და აქ მნიშვნელოვანია ზუსტად ეს, ანუ ჩემი ფსიქოლოგიური სიმწიფე არც ასაკია და არც განათლება. ეს არის გამოცდილება. აი მივდივარ თუ არა ამ ფსიქოლოგიურ სიმწიფემდე. ძალიან საინტერესო კითხვა დასვით და დავასრულებ მახასიათებლებზე. პირველი ემოციური უსაფრთხოება, მეორე ურთიერთპატივისცემა და ურთიერთზრუნვა. მე წყალს მოგიტან თუ ბლუზას გიყიდით, მე ვზრუნავ თქვენზე და ამას ხედავენ ჩვენი შვილები. შემდეგი არის კომუნიკაცია. ეფექტური კომუნიკაცია და ერთმანეთის მოსმენის უნარი. ერთმანეთის მარტო მოსმენის არა, გაგების უნარი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ცალსახად დეფიციტში გვაქვს. პირადი საზღვრები. ჩვენ ორივე ფსიქოლოგები ვართ და ჩვენ პირდაპირ ტრენინგებს ვატარებთ, ხო, პირადი საზღვრების დაცვაზე. და რა არის ეს პირადი საზღვრები? ეს ძალიან რთული თემაა. რთულია, ღრმა არის, საინტერესოა. ზოგმა საერთოდ არც კი იცის, რო უნდა კონდეს საზღვარი და სად უნდა კონდეს. და პირდაპირ რეაქცია აქვს, როცა მის საზღვარს კვეთენ, მაგრამ სად არის ეს საზღვარი ვერ გრძნობს. ნახეთ, ერთ-ერთ სესიაზე კლიენტი, ახალგაზრდა გოგონა მეკითხება, რომ როგორ გაიცანით ქმარი. ჩვენ ახლა ამ თემებზე ცალსახად არ ვსაუბრობთ სესიის დროს. და ძალიან ლამაზად მე ჩავთვალე, რომ მან დაარღვია ჩემი პირადი საზღვრები. და ახლა ვერ გეტყვით რომ ისეთი, მაგრამ ძალიან ლამაზად ავიდე ამ კითხვაზე პასუხი. ეს არ არის კლიენტთან ჩემი განსახილველი საკითხი. მე შემიძლია რაღაცას ზედაპირულად შევეხო, თუ სესიის სტრუქტურა და ის ემოციური ფონი ითხოვს ამას. მაგრამ ის რომ დავიწყო ამისი მოყოლა, როლების გაცვლა გამოგვივა, ხო? იგივე რამდენი ხილფასი გაქვს. და ასე შემდეგ, ვიცით ეს ეგრეთ წოდებული. კი, თუმცა პირად ურთიერთობაში ყველაზე რთულია ამ საზღვრის დანახვა და პოვნა. სადამდე გიშვებ მე და სადამდე აძლევ თქვენ უფლებას, რომ შემოყვიდეთ ჩემს საზღვრებში. და თუ შემოდიხართ, მე ლამაზად ვსწავლობ არას თქმის ხელოვნებას. ან უბრალოდ არ მინდა ამ თემაზე პასუხი. ან ვთვლი, რომ თქვენთვის ნაკლებად საინტერესოა ეს საკითხი. და ბოლო კონფლიქტი ნგრევაზეა ორიენტირებული თუ პიროვნულ ზრდაზე. და ნახეთ ახლა რა ხდება ტოქსიკურ ურთიერთობებში. პირველი დაუკმაყოფილებელი ემოციური საჭიროებები. დაგროვილი წყენები და ბრაზები. ჩემი ვერ აღიარება, ვერ მიმღებლობა და ჩემი რეალურად შეცვლის მცდელობა. არა და მე ხო ისეთი მოგეწონე, როგორიც ვიყავი თავიდან. და ეხლა ვთვლი, რომ ხა ჩემი ცოლი, ასე ჩემი ცოლი, ისე და ან ჩემი ქმარი. ხო, ან ჩემი ქმარი. როლების აღრევა ერთ-ერთი პარტნიორის ინდივიდუალური კრიზისი და ერთ პარადოქსს გეტყვით, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. დიდად არ ვმუშაობდი წყვილებთან, მაგრამ აი ეს ბოლო პერიოდი 6 წლიდან 5-ში ბიჭი ცდილობს ოჯახის გადარჩენას და არა ქალბატონები. ძალიან საინტერესო ფენომენს შევეხე ამ თვალსაზრისით. ამ 5-დან ახლა დეტალებს აღარ შევეხები, ეთიკურ პრინციპებს ვიცავ, მაგრამ 3 შვილიანი, 2 შვილიანი, ეს უბრალოდ დგებიან და მიდიან სახლიდან.
ასე ხედავთ თქვენ? იქნებ როგორც იქნა მამაკაცებმაც დაიწყეს ზრუნვა ოჯახის შენარჩუნებაზე, აქედანაც შეიძლება შევხედოთ. ამადედანაც შეიძლება, მაგრამ ჩვენ უკვე ვეხებით ბავშვებს. ბავშვებს დედა დგება და თხოვდება. მოქმედი დედა. ხო, ნუ ეს არ არის ოჯახის დანგრევა, ეს ხო განსხვავებული ქმედებაა კიდე. მაგრამ ნახეთ, ფსიქოლოგიური სიმწიფე ვახსენეთ. რა თქმა უნდა, ოჯახები ინგრევა და კიდე დაინგრევა. მაგრამ ფორმა აქვს ამ ყველაფერს. მოდი ჯერ დავალაგო ჩემ პარტნიორთან, დავარქვა სახელი იმას, რისიც მეშინია, ან რისი აღიარებაც არ მინდა. ერთად ვიფიქროთ ჩვენ შვილების მომავალზე, იმიტომ რომ ქალბატონი 5 ჯერ გათხოვდება თუ 25 ჯერ და მეუღლე კაცი რამდენ სულს მოიყვანს, ამ ბავშვებს მთელი ცხოვრება ეყოლებათ ერთი დედა და ერთი მამა. მე მქონდა кейსი, სადაც დედა მრავალ პარტნიორის მქონე ბავშვს ავალდებულებდა ყველა მისი მეგობარი მამაკაცისთვის დაეძახებინა მამა. ამ ბავშვს ცოცხალი მამა ყავს და მოხდა აღრევა. ბავშვი ვერ გაერკვა რა ხდებოდა. რა კრიტერიუმებით შეგვიძლია ვიხემძღვანოთ, ანუ რა რჩევები შეგვიძლია მივცეთ იმ ადამიანებს, მაგალითად, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ერთად არ უნდა იყვნენ. ანუ ბავშვებთან მიდგომა საიდან უნდა დავიწყოთ? მოდით ჩამონათვალი ნახეთ, ჩვენ ახლა მარტივად ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 1 საათი და შეგვიძლია რაღაც აქცენტები დავსვათ. ხო და ვიღაცა დავაფიქროთ და როგორც თქვენ თქვით, სწორი კითხვები დასვან ადამიანებმა, რომ შემდეგ ამ კითხვებზე პასუხები მოიძიონ. რასაკვირველია, მზა რეცეპტი შეუძლებელია არსებობდეს, მაგრამ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომელსაც ისმენ და შემდეგ შენ გიჩნდება შენი აზრი, ან გიჩნდება სრული სპეციალისტის მიმართო, ან განამტკიცო ის აზრი, რომელიც ქონდა. ანუ ჩვენი პოდკასტი ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა დაიწყონ ცოტა უფრო კრიტიკულად და ფართოდ აზროვნება საკითხის გარშემო. ჩვენი მიზანიც ეს არის. კი, ჩვენ არავის არაფერს არ ვასწავლით. სიღრმეში ჩასვლას რატომ ვერ იდებით? ისი ახლა ვიღაცა ზის და გვიყურებს და ამათ რა უჭირთ ახლა ზიან და ლაპარაკობენ. არა. მიჭირს იმ თვალსაზრისით, რომ არ მინდა მზა რეცეპტის გაცემა, იმიტომ რომ ყველა ოჯახი არის ინდივიდუალური. თითოეული ჩვენთაგანი ქმარი იქნება თუ ცოლი იქნება, არის თავისი ბავშვობის ტრავმებით, ან არ ტრავმებით, ან პირიქით ბედნიერი ბავშვობით და ყველას აქვს თავისი პირადი ოჯახური გამოცდილება, რითიც შექმნა ახალი ოჯახი. კი ბატონო, თუმცა ხო შეგვიძლია ვუთხრათ, რომ როდესაც დედა და მამა იღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა დაიშალონ, მათ უნდა აუცილებლად გააგებინონ ეს ბავშვი და ამის შესახებ წინასწარ აუცილებლად უნდა მოილაპარაკონ. რომ ეს არ უნდა იყოს გადაბრალება, რომ ეს არ უნდა იყოს სპეკულირება. ამ ტიპის მოსაზრებებზე ვსაუბრობ და ამ ტიპის მითითებებზე, რადგან ძალიან ხშირად მშობლებს სულაც არ გონიათ თავის ყოფილ მეუღლეზე რეალობის საუბარი, რომ არის ბავშვის მამის ან დედის შეურაცხყოფა. ამ კუთხით ვერ ხედავენ. და ვერ ხედავენ, რომ იმ ბავშვს მთელი ცხოვრება ერთი მამა ეყოლება, თქვენი თქმის არ იყოს. ბავშვები ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა, მე ვმუშაობ მათთან და სამართლებრივ ჭრილშიც მიწევს მათთან შეხება და ხანდახან მინდა რომ არსებობდეს რაიმე რენტგენის მსგავსი, რითიც მშობლები დაინახავენ საკუთარი შვილების ტკივილს. აი რო გონიათ რომ არ ესმის, შეიძლება არ ესმის, მაგრამ ბავშვები გრძნობენ ამას. რა თქმა უნდა, ამაშიც გულისხმობ ფსიქოლოგიურ სიმწიფეს, რომ ჯერ ჩვენ დავლაგდეთ, გავერკვიოთ, იქ მესამეა ჩარეული, უპასუხისმგებლობა მოიმატა, უბრალოდ დავიღალე ოჯახით და დასვენება, უამრავი მიზეზი შეიძლება ამისი არსებობდეს, თავისი ასაკობრივი კრიზისები და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთს მაინც უნდა იყოს გონიერება უკან დაიხიოს ბავშვების გარეშე. მე არ გულისხმობ მსხვერპლშეწირვას. ნახეთ, რატომ რჩებიან ადამიანები მტკივნეულ ურთიერთობებში. მე ხშირად მომისმენია, რომ აი ბავშვების გამო. თუმცა მე მომისმენია ისიც, რომ ბავშვებს უთქვიათ, რომ რატო დაგვინგრიეთ ცხოვრება, რატო გვაყურებინე. აი რატომ არ დაშორდეთ კონფლიქტურ და ძალადობრივ ურთიერთობებს და მეტი თავმოყარეობა არ ქონდა დედისთვის უთქვავთ. თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მომისმენია იმ ბავშვებისთვისაც, ვისაც უთქვამთ, რომ ხო გაყევი, ბოლომდე შეგენარჩუნებინა მამა, იმიტომ რომ მე მინდოდა მამა. აქედან გამომდინარე ცოტა ძნელია ასე მზა რეცეპტის მიცემა. ეხლა თუ თავში დაუბრუნდებით, რატო ვთხოვდები? სიყვარული მეწვია,
ჩემი მეგობარი გათხოვდა და ბარემ მეც გავთხოვდე. მარტო დარჩენის შიში მაქვს. თუ გოგონებს აქვთ გაუთხოვრად დარჩენის შიში. თუ საზოგადოების ზეწოლა. კი, ახლა ვადა დედა გარდის და უნდა ეუბნება გათხოვდა. შვილს, რომ მამი და შენი დარჩები გაუთხოვე და დროზე ნახე ერთი ბიჭი. თვითონ უკვე ფორმულირება არასწორი, ხო? მე ისიც მესმის დედა რატო ეუბნება, რომ პატრონს უნდა რომ ჩააბაროს. მაგრამ 21 საუკუნეა და მე ძალიან მომწონს ძლიერი და ჭკვიანი გოგონები. როგორც არ ვიყავი მე თავის დროს. ეხლა მოვიდა, ხო, ეს ყველაფერი, საზღვრების გახსნა იქნება, ინფორმაციები იქნება, სოციალური ქსელი იქნება, თუ ასე შემდეგ, რომ. ნახეთ, ისე მივიდივარ ძალიან მარტივ კითხვასთან, რა მინდა მე? მე მინდა თბილი, მოსიყვარული, მზრუნველი ოჯახი და მე მინდა რომ ჩემი შვილები გაიზარდონ ამ სიყვარულში. ის სხვა არის მე ცხოვრება რომელ ეტაპზე რა განსაცდელს გამოუგზავნის, მაგრამ სტრესმედეგობა, ანუ ბედნიერი ბავშვობა იქნება თავშესაფარი. თუნდაც ის რომ წაიკეცი, დე მოგეხმარო თუ შეინთადგები. ოღონდ მე იქვე ვარ, ოღონდ ასაკს გააჩნია. ეხლა 40 წლის კაცს აღარ უნდა შეაშველო ხელი, ხო თუ რაღაცა ისეთ განსაკუთრებული არ არის. სავარაუდოდ. ხო, მაგრამ იგივე ჰიპერმზრუნველობა ან მეორე უკიდურესობა ლიბერალური დამოკიდებულება, სადაც გინდა, როცა გინდა, ვისთანაც გინდა. ნახეთ, აქ ახლა ცარიელი ბუდის სინდრომის თემაც არის, რომ შვილები უნდა აფრიდნენ აუცილებლად და თავიანთი ბუდე მოიწყონ. ოღონდ ჩემი დამოკიდებულება როგორია ამ ფაქტთან? მე დანაშაულის გრძნობაში ვტოვებ მას, როდესაც ის ფრინდება და თავის ბუდეს იწყობს მუდმივად. თუ პირიქით ვარ ბედნიერი, კი? უნდა მომიარო, წყალი მომაწოდო, წამალი მიყიდო. ჩვენ სოციალური როლები ცალსახად უნდა გავცვალოთ. ჯერ მშობლები და მერე ჩვენ მშობლებს, ხო? მაგრამ ყველგან არსებობს გარკვეული ზღვარი და გარკვეული დასაშვები და ეგრეთ წოდებული წითელი დროშები. აი, რაც შეეხება ბავშვებს, ხშირ შემთხვევაში და ფსიქოლოგიაში ცნობილია ეს ტერმინი მომხიბვლელ მანიპულატორი. მამა არ შეუსრულებს დედასთან გაიქცევა და პირიქით. განქორწინებულ ოჯახებში. ან აი მამა მართალია შენზე რასაც ამბობდა. ან პირიქით დედა ეუბნება, რომ მამა შენის ჯიშის და ჯილაკის ხარ და ასე როგორ დაემსგავსე იმათ და მე უკვე ვცდილობ, რომ რაღაცა კითხვები დავსვა, ოღონდ არ მაქვს მაგისი არც უნარი, არც ინტელექტი, იმიტომ რომ ჯერ პატარა ვარ. და არ მესმის ამდენი. და არც არავინ არ მყავს, ვინც ამ ემოციურ საჭიროებას ამიგმოყოფილებს. და მე ვსვავ არასწორ კითხვებს და რა თქმა უნდა ვცემ არასწორ პასუხებს და ეს იქცევა ჩემი ცხოვრების გამსაზღვრელი ქცევითი პატერნები. ერთი ძალიან საინტერესო კითხვა მომივიდა თავში აზრად, აი, როდესაც ბავშვი კითხულობს, რატომ არ მოდის ჩემთან მამა? რა იქნება სწორი პასუხი, როგორ ფიქრობ? მე მაქვს ვერსიები, მაგრამ აი რაღაც უნივერსალური პასუხი არ მაქვს. როდესაც ცოლ-ქმარი გაშორებულია, ზოგადად ქართულ რეალობაში ესეა, რომ ბავშვები ძირითადად არიან დედის 90% შემთხვევაში და მამა ხდება თავისუფალი კაცი. როდესაც დედმამა შორდება, იმიტომ რომ ძირითადად ბავშვები უფრო არიან დედასთან გამონაკლისის გარეშე და დედას არ შეიძლება რო არ ქონდეს საშუალება. ხო, მაგრამ მამას საშუალება შეიძლება არ ქონდეს. ეს ცალკე თემებია, მაგრამ აი ამ დროს, როდესაც ბავშვი კითხულობს, რატომ არ მოდის ჩემთან მამა? რა იქნება ისეთი სწორი პასუხი, რომ ბავშვი, რომელსაც მამა ენატრება, რომელიც არ კითხულობს, კიდევ უფრო არ დავტრავმოთ. ერთ შემთხვევაში დღეს არცალია, ხვალ არცალია, ზეგ არცალია, ერთი თვე არცალია, ერთი წელი არცალია. ამ დროს მაინც გქონია რომ გულწრფელი საუბარი. შენ მამიკოს უყვარხარ, მაგრამ მამა ვეღარ ახერხებს შენთან კომუნიკაციას. მისაღები ფორმით და რაც მთავარია გასაგები და მარტივი ტერმინოლოგიით. მე როდესაც მაქვს ხოლმე მშობლებთან კონსულტაცია, ან ბავშვებთან ვეუბნებ, რომ რა კარგია, რომ დედიკო და მამიკო ერთმანეთს შეხვდნენ და ის გაუცებული საერთოდ. იმიტომ რომ შენ გაჩნდი. და ხანდახან ცუდია, მაგრამ ხდება, რომ დედიკო და მამიკო ბოლომდე ერთად არ არიან, მაგრამ შენ მათ ძალიან უყვარხარ. ეს ძალიან უყვარხარ, მართლა ასე უნდა იყოს და ბავშვი არც ერთ შემთხვევაში, აი აქაც მჭირდება გონიერი მშობელი ტერმინი და ფსიქოლოგიური სიმწიფე. არ უნდა გახდეს პირადი შურისძიების იარაღი. კი, ძალიან ხშირად ხდება ეს. იმიტომ რომ მე წავიყვან ბავშვს, პირობითად ნახვის დღეები განმისაზღვრა სასამართლომ, პარასკევი, შაბათი, კვირა და აღარ მომყავს. და ბავშვზე ვმუშაობ,
რომ აი ჩემთან უფრო კარგია, მე ხა ბავშვის ყიდვას რა უნდა, ხო? მაგრამ მერე დედა იცვლება, დედა უნდა გახდეს ყველაფერზე თანახმა, რომ ბავშვი გადმოზიდოს თავისკენ. ხო, მოკეთ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ორიად დასრული ადამიანი, რომელიც ქმნის ოჯახს, რა თქმა უნდა შეიძლება მივიდეს იმ ზღვრამდე, როცა ერთმანეთთან ყოფნა არ უნდათ და აღარ შეუძლიათ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ოჯახის შენარჩუნება მარტო იმიტომ, რომ ბავშვს უნდა უთხრა, რომ შენი გულისთვის ვინარჩუნებდი მე ოჯახს. მიუხედავად ამისა, უნდა გამოინახოს რაღაცა ოპტიმალური გზები, რომ ბავშვს არ ვაყენებდეთ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ შესაძ ჩვენ მის მამას ვანძღავთ, მის დედას ვანძღავთ. ჩვენ ვიცით, რომ დედის შეურაცხყოფა არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, იგივე მამის. რომ როგორღაც ისე მივაწოდოთ ეს ყველაფერი, რომ სალანძღავი არ გაგვიხდეს ერთმანეთი. რამდენად ახერხებენ ამას წყვილები? ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ ერთმანეთზე ბრაზი ხელს უშლის სწორი პოზიციის დაკავებაში და ყავდა ბიჭუნა, რომელსაც არასწორი მოლოდინები ჰქონდა რა თვალსაზრისით. დედასაც ყავდა პარტნიორი, მამასაც ყავდა პარტნიორი და ამ ბიჭმა დაგეგმა, რომ ფეხბურთზე მივიდოდა, იქიდან დაურეკავდა მამას და დედას და მამას ერთმანეთს შეახვედრებდა და მე დედისგან ვითხოვენებართო, რომ თუ თქვენ დამთავრთ უფლებას, მე მისთვის გასაგებიანით, on ტექსტიც უთხარი წინასწარ, რომ აი ასე ვეტყვი. და კი ვიმუშავეთ, თუმცა საკმაოდ გამიჭირდა. იმიტომ რომ ბავშვს უნდოდა დედა ან მამა კი არა, დედა და მამა ერთად და მას ამისი უფლება ჰქონდა. ანუ მასთან ვერ მოხდა შესაბამისი ინფორმაციის სწორ დროს სწორად მიწოდება, მას ჩამოუყალიბდა არასწორი მოდელები ამ ყველაფრის და თვითონ დასახა გზები, რაღაცა კონკრეტული სტრატეგიები, როგორ შეერიგებინა დედა და მამა ერთმანეთისთვის. და რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს იმ ჩვენ ცნობილი 5 ტრავმიდან, ბავშვობის ტრავმიდან 2, 3 ან შეიძლება 5. იმიტომ რომ მას უღალატეს, ის უარყვეს, ის დაამცირეს, მას უსამართლოდ მოექცენ და ასე შემდეგ და ხა რომელ ნიღაბს მოირგებს და ეს დაგროვილი აგრესია და ბრაზი ცხოვრების რომელ ეტაპზე, რა დოზით და ფორმით და ვისთან გამომჟღავნება, ეს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია. მძიმე თემებზე საუბარი. კი, გვიწევს მძიმე თემებზე საუბარი. როგორ ფიქრობთ, რა არის მარკერი, სადაც უკვე ოჯახის გამთლიანება ვერ მოხდება? ემოციური განქორწინება. ერთჯერ ქვეშ ვართ, ერთად ვართ, თუმცა ერთად აღარ ვართ. და ეს იგრძნობა. ნახეთ, მე უკვე აღარ მაინტერესებს შენი არაფერი. აღარც კი გიხსნი რამეს. ნუ ნებართვას ხო აღარ გთხოვ. ოღონდ ამის წინაპირობა რა არის? აი მარტო კონკრეტულ ქცევას ნუ განვიხილავთ. მაგის წინაპირობა ხშირად არის ხოლმე ემოციური ამოფრქვევები. ხო, მაგრამ იქნებ კრიზისი, მოდი ჩვენ გავერკვეთ, კრიზისი გვაქვს თუ დასასრულისკენ მივდივართ. თუ ერთია რას ვაკეთებ, თუ მეორეა რას ვაკეთებთ. ხო, ძალიან საინტერესოა, კრიზისი არის გასავლელი პერიოდი და ეს არის, როდესაც ჩვენ ვიზრდებით. და კრიზისი, რა თქმა უნდა, განვითარების ერთ-ერთი ეტაპია, რომ იგივე კონფლიქტი როგორ გადავუახეთ, მივიტანეთ ბავშვებამდე თუ არა, რას ეხებოდა ეს კრიზისი? ხო, თუმცა როლების გადანაწილებას, არასწორი ტემპით ერთმანეთთან კარიერულ განვითარებას მე წინ საფარი მიკეთია და შენ 24 საათი გარეთ ხარ. ან პირიქით, ეხა ხო ქალია გარეთ და კაცი სახლში. სხვაჩერს ეგ ძალიან ხშირად არის პრობლემური საკითხი, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ განვითარებით ვერ მომყვება. და აი როცა თქვენ დასაწყისში საუბრობდით, რომ თავიდან ხო მოგეწონე ისეთი როგორიც ვიყავი, მე რატო გინდა ჩემი შეცვლა. ძალიან სერიოზულ დილემის წინაშე დგანან ოჯახები, კი მოგვეწონა ერთმანეთი თავიდან, მაგრამ პირველ საფეხურზე აქ და ახლა ყველაფერი კარგად არის. მაგრამ მეორე საფეხურზე როცა ერთი ხდება დედა, მეორე ხდება მამა, როდესაც გარკვეული პასუხისგებლობები ჩნდება, მათ შორის ურთიერთობის შენარჩუნების გამთლიანების. ხო, ურთიერთობას ხომ სულ მუდამ უნდა წყლის დასხმა. და წყლის დასხმა არ არის მხოლოდ თაიგულის მირთმევა. ურთიერთობას სჭირდება გარკვეული სულიერი საზდო, ემოციური საზდო, რომელიც განვითარების შედეგად შეგვიძლია მოვიპოვოთ და ვიცოდეთ ეს როგორ გავაკეთოთ. და როდესაც გარკვეულ ეტაპზე ერთი პარტნიორი გაცილებით წინ წავიდა და მეორეს არანაირად არ უნდა განვითარება და ისევ იმ ეტაპზე რჩება და თან პრეტენზია აქვს, რომ ესეთი ხო მოგეწონე,
და რატო ვცდილობ ჩემს შეცვლას, აი აქ უკვე მივდივართ ძალიან ეგზისტენციალურ კრიზისთან. აბსოლუტურად გეთანხმებით ყველა ფრაზაში, იმიტომ რომ დღეს სირცხვილი არ გინდოდეს სწავლა, არ გინდოდეს განვითარება, მე შეიძლება კარგი ხაჭაპურის ცხობა ვისწავლო. და ესეც სწავლა იყოს და ცოდნა იყოს და შემოსავლის წყაროდ იმ მიმართულებით განვითარდე, რომლითაც მინდა, მაგრამ საერთოდ არ განვითარდე, ეს სტაგნაცია ძალიან მძიმე საყურებელია და განსაკუთრებით ვინც არ ვითარდება, მათ უჩნდებათ ხოლმე აგრესია იმ პარტნიორისადმი, რომელიც მიდის წინ. იმიტომ რომ თვითონ დაუკმაყოფილებლობის გზნობა აქვს და ნახეთ საკუთარ შვილებთან ჩემი ხატი. ხა რაც შეეხება თაიგულებს, იქ შეიძლება ჩვენ კარტოფილი და ხახვი ვიყიდოთ ერთად. მე გავრეცხო, შენ დაჭრა. თუ სიყვარულია, თუ ემოციაა და ბავშვებიც ჩავთოთ რაღაცაში. აი ეს არის ოჯახი. ამაში გულისხმობთ ემოციური სისტემა. იმიტომ რომ ურთიერთზრუნვა, პატივისცემა, ერთად სიცილი, რაღაც მარკერად ჩემო მაქვს უკვე და ჯანსაღი იუმორი. ზაფხულის დაგეგმვა, ოჯახში ახალი ნივთის ყიდვა და ხა ბავშვს რამდენად გაითვალისწინებს სხვა არის, მაგრამ მოახდინე მისი პერსონიფიცირება, აგრძნობინე რომ ის დიდია და იქნება რას გეუბნება მართლა. კი, ესეთ ლამაზ ოჯახს ხატავთ. კი. რეკლამებში რომ არის მე ასე მინდა, კი. ნახეთ საინტერესო რა არის, რომ მე მგონია, რომ ოჯახის ის მოდელი, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს ბავშვობაში, არ იყო რეალური. იყო ძალიან რომანტიზირებული ოჯახური ურთიერთობები და მე აღმოჩნდა, რომ თურმე ოჯახში აუცილებლად არსებობს კრიზისები. თუმცა გვაქვს რაღაცები გადასალახი. აღმოჩნდა, რომ არის მტკივნეული დეტალები, უნდა გავიზარდოთ, უნდა დავიხვეწოთ და მე ვიღაცას გარდატეხის ასაკი ეწყება. და მას აქვს თავისი ამოფრქვევები, რომელიც აღმოჩნდა, რომ თურმე უზრდელობა კი არ არის, რაღაცები გარკვეულწილად ნორმა. ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ ის ოჯახის რომანტიზირებული მოდელი, რომელიც მოგვაწოდეს, ფაქტობრივად არ არსებობს. და არასწორი მოლოდინები გვაქვს. აი, როცა თქვენ თავიდან დაიწყეთ, რომ ოჯახი არის ადგილი, სადაც ვსწავლობთ, კი, მაგრამ ის რომ ჩვენ სულ ვიცინებთ, ყოველთვის გავუგებთ ერთმანეთს. არა. ყოველთვის იქნება ყველაფერი ლამაზი და კარგი, ეს ასე არ არის. ეს არის ცხოვრება, ფაქტობრივად ჩვენ იღებ გადაწყვეტილებას, რომ ამ ადამიანთან ერთად უნდა გაიზიარო სიხარულიც და ტკივილიც. ეს არის უსერიოზულესი გადაწყვეტილება და იქ შენ უკვე ერთი წილი ტკივილი კი არ გტკივა შენი. მისიც გტკივა. ნუ რასაკვირველია სიხარულიც ორ მაგდება. ნახეთ ხა. ამიტომ მე ვთვლი, რომ აი ეს არასწორი მოლოდინები ძალიან ხშირად ანგრევს ურთიერთობას. და მან შემოვიდა უკვე ემოციური ინტელექტი. თვითშემეცნება, სოციალური უნარები, პრობლემის ეფექტურად გადაჭრა და ემოციების სახელდება. მე როცა მოწყენილი ჩემთვის ვზივარ ჩაკეტილ ოთახში, შენ უნდა მკითხო, რომ ნანა რა გჭირს? ხო არაფერს შემიძლია დაგეხმარო. და კონტაქტ შეეცადო, რომ კონტაქტზე გამომიყვანო. და მე შეიძლება მართლა ნაწყენი ვარ შენზე. ვერ გეუბნები ან მეშინი ან მერიდება და აი ეს არის. იგივე შეიძლება ცოლმა ქვართან მიმართებაში, ხო? კიდევ ამბობ, უშეცდომოები არ ვართ. რა საინტერესო რაღაცა აღმოვაჩინე, იცით, აი ამ პრაქტიკის განმავლობაში, ფსიქოლოგიურ პრაქტიკას გულისხმობ. აღმოვაჩინე, რომ მაშინ, როდესაც ქალი მოდის და მეუბნება, რომ თავზე მემნგრევა ოჯახი და შორდებით, ამ დროს კაცს წარმოდგენა არ აქვს, რომ ოჯახი ენგრევა. და ეს ხდება ძალიან ხშირად. ანუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას? ანუ ქალისთვის ყველაფერი ძალიან ცუდად არის და მამაკაცი ინფორმირებული არ არის. ანუ სერიოზულად არ მიაჩნია ამ ქალის გამოხატულება თუ ჩივილები. მას გონია, რომ რაღაცა გადაუვლის, უბრალოდ ცუდ ხასიათზეა. ანუ ძალიან სერიოზული განხეთქილებაა და საქმე გვაქვს იმასთან, რომ ადამიანები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. უკვე ქალს მონელებული აქვს, რომ ოჯახი ენგრევა და მამაკაც პირველად ისმეს ჩემგან სერიოზულად რომ მონელებული უკვე დანახული აქვს პერსპექტივაში პირველი და გამოგლოვების მომენტში მოდის ჩემთან. მაგრამ მამაკაცმა არ იცის რომ ოჯახი ენგრევა. თქვენც გაქვთ ხშირად ესეთ სიტუაციები? კი, ნამდვილად მქონია. არ ვიცი ხა ეს ინფანტილური დამოკიდებულება მამაკაცების, დედების გავლენა მამაკაცებზე, ბიჭ-შვილებზე. ცოლი წავა, აი ხშირად ვამბობ, რომ დედა ცოლი არ უნდა გახდე. ცოლი უნდა იყოს სასურველი ქალი, ხო?
და დედის ფუნქციას როგორც კი ითავსებ, იქ რაღაცა ფუჭდება. იგივე ის რომ ქრისგან არასწორად ვარ აღქმული, არასერიოზულად ვარ აღქმული, რომ ამის თავი ამას სადა აქვს. ილაპარაკებს და გაჩუმდება. და ქალი აღარ ჩუმდება. იმიტომ რომ ნახეთ, თავისი ფინანსები აქვს, რაღაც ახალ რეალობას მოერგო, რაღაცა სამსახურში აღიარების ხარისხი აქვს. ან ჩუმდება და ამით და აი მთავრდება ეს სიჩუმი არის ყველაზე დამანგრეველი, აი ემოციურ განქორწინებაში ეგ ვიგულისხმე. საერთო აღარა აქვს სასაუბრო, შვილებიც კი. საკმაოდ დიდია პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებმაც ემოციური ერთად ყოფნა დაამთავრეს და ერთჯერ ქვეშ უბრალოდ ცხოვრობენ. ადრე მეგონა რომ ეს იყო მოგონილი, მაგრამ ძალიან ბევრი ისტორია მოვისმინე, როდესაც ქმრის ან ცოლის შეთავაზებით ისინი გარკვეულ თავისუფლების პირობებზე თანხმდებიან. რადგან ეს მთელი სისტემა არ დაანგრიონ, იმიტომ რომ ოჯახი ხო არ არის მარტო ცოლი, ქმარი და ბავშვები. კი მე ეს ხო შეზრდა ხდება ერთმანეთში, იქ არიან ნათესავები, მისი დედა, შენი დედა და ჩვენ საქართველოში ხო ყველა გადაბმულები ვარ და ყველა ინერვიულებს ყველაფერზე. და ხდება გარიგება ერთგვარი, როდესაც მე ესე მოვიქცევი, შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი და ჩვენ გვერქვას უბრალოდ რომ ერთჯერ ქვეშ ვართ. ნახეთ ამის უკან მე რას ხედავ? ამის უკან ისევ და ისევ ხედავ რომ აი ეს სხვების დასანახავად ცხოვრება ტერმინი ოჯახი არ უნდა დამენგრეს, ამოდის იმდენად პირველ ადგილზე, რომ აბსოლუტურად ფარავს ყველა სხვა ღირებულებას. ნახეთ თქვენ ახსენეთ არ უნდა დამენგრეს და მთელი ცხოვრება რა არის მინდას და უნდა სჭიდილი, ხო? მე იქ დედამ სადღაც მითხრა, რომ შენ მხოლოდ ერთხელ უნდა გათხოვდე და შენ ყველაფრის ფასად უნდა შეინარჩუნო და ეს ჩამიჯდა მე. და მე არ უნდა დამენგრეს ოჯახი, თორე და მე თავისი არგუმენტები მოდის. ცუდი გოგო ვარ, დედას არ ვეყვარები, არაფერი აღარ მეშველება და ამემხო და ასე შემდეგ. ისევ მივდივარ მესთან, რა მინდა მე? რაც მინდა, რატო მინდა და რას ვაკეთებ იმისთვის, რაც მინდა. და ზოგადად რა რესურსები მაქვს აი ამ რთული პროცესის დასაძლევად. კიდევ ვამბობ, ხა ბევრი მომართვიანობა ნამდვილად გაიზარდა ეს კულტურა. ფსიქიატრს და ფსიქოლოგსაც ვარჩევთ უკვე ერთმანეთისგან. საჭიროების შემთხვევაში ეს ისეთი კომფორტია, როცა კლიენტი გეუბნება, რომ თუ მჭირდება ფსიქიატრი, მე წავალ, არ მაქვს პრობლემა. და რა თქმა უნდა, შედეგი არის გაცილებით პროდუქტული, გაცილებით გრძელვადიანი და უფრო რეალიზებული ხდება ადამიანი, იმიტომ რომ ის რასაც ფსიქიატრი აკეთებს, იმას ფსიქოლოგი ვერ გააკეთებს. მაგრამ აი ეს კომპლექსური მიდგომა არის ძალიან შედეგიანი და ადამიანი უბრუნდება საკუთარ თავს. მე არ ვამბობ ან შევარიგოთ ან დავშალოთ, ხო ეს იმ ორი ადამიანის გადასაწყვეტია. ნახეთ, ჩემთან რომ მოდიან ადამიანი, მე ვიწყებ ამითი, რომ თქვენ აქ იმიტომ არ ხართ, რომ მე რასაც გეტყვით ის უნდა გააკეთოთ. მე ვეცდები დაგეხმაროთ იმ წინაპირობების გარკვევაში, რამაც აი ამ ჩიხში შეგვიყვანა. ოღონდ თბილად, რბილად და არა ავტორიტარული დამოკიდებულებით. იქ ვიღაცა მოდის, ვიღაცა არ მოდის, ვიღაცა მე ცალკე ითხოვს, ვიღაცა ერთად ითხოვს. ნუ ამ წყვილებთან მუშაობას კიდე თავისი სტრუქტურა აქვს. მაგრამ ისევ მივდივართ იმასთან, რომ ჩემი პიროვნულობა ეწირება, რომ არ უნდა დავანგრიო ოჯახი და თუ დავანგრიე მე რა ხდება? გააზრება ჭირდება, გაცნობიერება, კი და საკუთარი თავის დანახვა. ამიტომ ვამბობ, აი ეს ემოციური ინტელექტის გარეშე ეს არ გამოგვივა. 21 საუკუნეში ფაქტობრივად განვითარების გარეშე არაფერი არ გამოდის და ძალიან ხშირად სვავენ ამ კითხვას, რომ ადრე წინა საუკუნეში არ ყავდა ამდენი ფსიქოლოგი და ამდენი ფსიქიატრი და იყო სიმშვიდე და ეხლა რა მოგვივიდა. აი სხვათა შორის ძალიან ხშირად არის ხოლმე ეს კითხვა კომენტარებშიც კი ჩვენი პოდკასტის ვიდეოების ქვეშ. და რა თქმა უნდა, აქედანაც ვეტყვი, მივწერე კიდეც, მაგრამ მინდა რომ აქედანაც გავუსვა ხაზი, რადგან ეს კითხვა ძალიან მასიურია. წინა საუკუნე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით, იყო ინდუსტრიული საუკუნე, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტურად სხვა გამოწვევები და ჰქონდა აბსოლუტურად სხვა ტემპი. ეს იყო პროგნოზირებადი დრო. როცა მე შემეძლო გამეკეთებინა პროგნოზი, რომ ეხლა მე რას გავაკეთებ, ახლა მე ვისწავლი, მერე მე აუცილებლად ვიმუშავებ და ცუდად თუ კარგად რაღაცნაირად ვიცხოვრებ. მაგრამ ინფორმაციული საუკუნე, რომელშიც ჩვენ მოვხვდით არანორმალური სისწრაფით, ეს არის საუკუნე, სადაც ჩვენ დრო არ აქვს. და უკიდურესად სტრესული.
უკიდურესად სტრესული და მომყავს ხოლმე მაგალითი, რომელსაც ეხა ამ მაგალითს რო უყვები, რამდენჯერ უყვები, იმდენჯერ თავიდან მიგვირს. მე შემეძლო გამეგზავნა წერილი ჩემს მეგობართან, რომელიც 3 კვირა გზაში ივლიდა და ის რო პასუხს მომწერდა მოსაკითხად, ის პასუხი ისევ 3 კვირა მოუნდებოდა ჩემამდე მოსვლას. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა დროის ფუფუნება გქონდა ჩვენ, როცა დასმულ კითხვაზე პასუხისთვის შეგვეძლოთ თვენახევარი ლოდინი. ჩვენი მესენჯერი არ ჩერდება. ჩვენ ყოველ წუთს არამხოლოდ ემოციური ინტელექტი, არამხოლოდ პიროვნული ზრდა, არამხოლოდ სხვადასხვა უნარების ქილები, ჩვენ სულ გვჭირდება რაღაც ახალი შესწავლა ამ საუკუნეში. დიჯიტალიზაციის საუკუნეში ვცხოვრობ. უნდა ვფლობდეთ სოციალურ ქსელებს, უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, უნდა აი ესე უნდა შემოვიდა ნახეთ ხათ. ყველა დასმულ კითხვას, უნდა სულ ვჩანდეთ. ეს იმხელა სტრესით გამოწვევა, რომ ადამიანებს აღარ აქვთ დრო, რომ იფიქრონ, გაიაზრონ, დაფიქრდნენ, იგრძნონ და ამ ყველაფერმა განაპირობა კიდევ ის, რომ გარდა იმისა, რომ დავიხვეწეთ და გაცილებით მეტი რამ გვინდა და მეტი მოთხოვნები გაგვაჩნია, არ არსებობს არანაირი სტაბილურობა, არ არსებობს არანაირი პროგნოზირებადი მომავალი და ამ მომენტში კრიზისი კიდევ უფრო მწვავედ აღიქმება ხოლმე თითოეული ჩვენს მიერ. ამიტომ ის ფსიქოლოგები, კოუჩები, ფსიქიატრები, მენტორები, მოტივატორები, ესენი არიან ის დამხმარე პროფესიის ადამიანები, რომლებიც გაჩნდნენ, იმიტომ რომ წამოვიდა ამის საჭიროება. დღეს მე ვფიქრობ, რომ ოჯახში უნდა იყოს თითო ადამიანი მაინც უნდა იყოს, რომელიც ამ საკითხში კარგად ერკვევა, რომ შეძლოს აი ეს ემოციური ბალანსის დასმა. და სხვა შორის მე და თქვენ საუბრობდით ადრე, რომ გაგვეკეთებინა რაღაც გარკვეული პრაქტიკული ფსიქოლოგიის კურსი მშობლებისათვის და უბრალოდ ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებაში ცხოვრობენ და ოჯახში იქნება თუ კორპორატიულ კულტურაში, უკეთესად გაართმევენ თავს დასმულ ამოცანებს. და ყველაზე დიდი რისკი ამაში კიდე ის მგონია, რომ ტექნიკური პროგრესი ვერ ჩერდება. არა, ვერ. ანუ ინფორმაციულ ეპოქაში, როდესაც დღის წესრიგში გინდა თუ არ გინდა, დადგა ეგრეთ წოდებული ახალი ტიპის ადამიანის აუცილებლობა, რომელიც სწრაფად მიიღებს ეფექტურ გადაწყვეტილებას. ოჯახის შექმნა იქნება, სწავლის გაგრძელება იქნება თუ კარიერა იქნება თუ შვილთან ურთიერთობა. იმიტომ რომ როგორ არის დედა მოდის, ბავშვი რაღაცას უყვება, დედას რა თქმა უნდა არ ცალია, იმიტომ რომ ჭურჭელია, სარეცხია, მერე დედა მიდის ბავშვთან სალაპარაკო და ბავშვს აღარ უნდა დედასთან ლაპარაკი. იმიტომ რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და იწყება ახალი კრიზისი, რა დაგაკელი, რა ვერ გაგიკეთე ისე როგორც საჭიროა, ბავშვს უჩნდება დანაშაულის განცდა და საერთოდ ხდება იზოლირებული დედასგან. ანუ დგება სრული სეპარაცია, რომ აღარ მინდა მოვისმინო საყვედური. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მრავალშრიანი, მრავალპლასტიანი, მრავალფეროვანი პრობლემაა. აქ ერთი რაღაცა მზა რეცეპტი, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია. იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი ვართ ინდივიდუალური, განსაკუთრებული და ასე შემდეგ და მე ჩემს ღირებულებებში ვიხარშები, ვიზრდები, ვიცვლები და არ ვარ სტატიკური და იგივე მოზარდ ჩულთან ურთიერთობა არის ურთულესი თან დღევანდელი მოზარდები და ბავშვები. მე არ ვამბობ კარგები არიან თუ ცუდები, მაგრამ ეს სხვა თაობაა. სხვა ღირებულებებით, მზა სისტემებით მოდიან, მზა უნარებით მოდიან და ჩემს 4 წლის შვილიშვილს ვეკითხები, დაჩი შეიძლება ბებო გაკოცო? ძალიან მომწონს. გააჩნია დაჩი როგორ ხასიათზეა, მოსვლისას მკოცნის, წასვლისას არ მკოცნის. არა და არა, ნახეთ პირადი საზღვრები აქვს. რომ არ უნდა რომ შეეხო. სხვადასხვა ბავშვობიდან მახსოვს აი ეს უსიამოვნო განცდა, როდესაც სტუმრები მოდიოდნენ, ვისაც უნდა და ლოყაზე რომ ჩმეტდა და მკოცნიდა. ვიღაცისთვის ეს არ იყო პრობლემა, მაგრამ მე დღემდე უსიამოვნოდ მომყვება და ისე მომწონს რომ ამ საუკუნეში ბავშვს უნდა ვკითხო, უნდა თუ არა და მან მე ხო მინდა რომ ჩავურდგნო და ჩავეხუტო იმას, მაგრამ რომ მეუბნება არა, პატივს ვცემ მას. შესაბამისად მორალის ზნეობა და სინდისი პირველ მე-10 და 21 საუკუნეში ისევ ისეა. უბრალოდ სხვა ღირებულებები იცვლება. იგივე პირადი საზღვრები, იგივე მე ძალიან გულწრფელად ვამბობ. ჩემი თავისთვის დამისვობს კითხვა, რომ აქტიურად რამდენ ხანს გავქაჩავ პროფესიაში. 5 მეცოტავება, 10 მებევრება. არ ვიცი, ნახოთ. მაგრამ
ის რომ ფსიქოლოგების საჭიროება ცალსახა და უდაოა, ამაზე აღარ ვკამათობთ. თუნდაც მომართვიანობის თვალსაზრისით, თუნდაც მომხმარებლის ფსიქოლოგიური ცნობიერება გაფართოვდა. მოზარდს მოგიყვანს დედა თუ ეხლა მართლა 40 წლის ბიჭი შვილი არ მოუყვანია დედას, მაგრამ ხა მოზარდებთან აქტიურად მუშაობდა ზრდასრულებთანაც. ნახეთ, ადამიანი განაისრო ჩემს და თქვენს გარეშე ის თავის ცხოვრებას ვერ დაალაგებს, მაგრამ მე ვარ ობიექტური და არა სუბიექტური. მე არ ვარ მხარე, წყვილებსაც ვეუბნები, მე არც ერთის მხარე არ ვარ. მე უბრალოდ მინდა რომ ობიექტურად დაგანახოთ და ერთად ვეძებოთ გამოსასვლელი გზები. თუ ვერ, მაშინ ერთმანეთს მადლობას ვუხდით, რა თქმა უნდა, 10 წელია 20 თუ 30 ერთად ყოფნისთვის და ვიშლებით ცივილურად. აქაც ისევ შემოდის ემოციური ინტელექტი. არა ლანცვაგინებით და არა შვილებთან მტრის ხატის მშობლის სტატუსის შექმნით, არამედ მადლობით. იმიტომ რომ ეს მადლობა ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შორის ოჯახის შექმნის გააზრებაზე ვისაუბრეთ უკვე, ხო? ძალიან ხშირად ოჯახი იქმნება არაგააზრებულად. განსაკუთრებით ისეთ ასაკში, როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ მიიღონ რაღაცა სერიოზული გადაწყვეტილებები, რომელსაც სჭირდება ამ დონის გააზრება. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თუ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიშლებით, აქ რა ფორმით გავაკეთებთ ამას. იმიტომ რომ აქაც აი თქვენი ემოციური სიმწიფე, პიროვნული ჩამოყალიბება როგორ ხდება და როგორ შეგვიძლია არა მხოლოდ დავიწყოთ, არამედ როგორ დავამთავროთ. ეხლა ძალიან ხშირად ესეთ კითხვასაც ვამე, რომ სიყვარული უნდა იყოს თუ არა ურთიერთობაში თავარი და წამყვანი. და ხშირად მომყავს იმ ქვეყნების მაგალითი, თუნდაც ინდოეთი. და ძალიან ბევრ ქვეყანაშია მაგალითად ტრადიცია, რომ სიყვარული საერთოდ არ არის არაფერ შუაში, როდესაც იქმნება ოჯახი. და როდესაც ოჯახი იქმნება ემოციების გარეშე, მხოლოდ პატივისცემაზე დაფუძნებული. სხვათა შორის უფრო მყარია ხოლმე. კი ბატონო, იმ ქვეყნებში, სადაც ესეთი ტრადიცია, ამაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ტრადიციას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ბავშვობიდან ჩაგიდებენ თავში. მე ვერ წარმომიდგენია, რა თქმა უნდა, პირადად, ჩემი აზრია, რომ აი ამ ქიმიის გარეშე ოჯახური ურთიერთობა ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია, რომ გათვლით და რაღაცა გონიერებით შექმნილი ოჯახები გაცილებით უფრო მყარი კონსტრუქტია. ქიმია, რა თქმა უნდა, ცალსახად, იმიტომ რომ აქ არ არის მართლა ერთჯერ ქუჩ ცხოვრება, მგონია რომ წარმოუდგენელია და ძალიან მძიმეა, მაგრამ ასაკს გააჩნია ხათუნა. აი გავხდი 20-ის, 25-ის, 30-ის და არ ჩანს. არ და მინდა ოჯახი. არ და მინდა შვილი და მეუღლე და მან შეიძლება უკვე ნდობაზე და პატივისცემაზე აგებული. აი ესე ღია ტექსტით მიდის საუბარი, რომ მართალია არ გვიყვარს, მაგრამ წესიერი ადამიანი ხარ, რაღაცა ერთად ვართ, კარგად ვარ და ხო არ გვესინჯა. და მოდის მერე სიყვარული, მე იქ ბავშვი ჩდება. ან არ მოდის და რჩება პატივისცემის დონეზე. მაგრამ ერთად რჩებიან. რა ვიცი, ვერ ხედავ დანაშაულს, თუ კი ეს ღია ტექსტია და ღია საუბარია და საკუთარი სურვილები არის მანიფესტირებული ჩვეულებრივად. ხო, ნუ ჩემთვის ერთმანეთის შეურაცხყოფის, მაგრამ ფაქტია. რთულია, ჩემთვისაც წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ოჯახი უნდა შეიქმნას სიყვარული. ცალსახად რატო ის სიყვარული გაძლევინებს, კრიზისი იქნება, გარდატეხის პერიოდი იქნება, წყენა იქნება, ბრაზი იქნება თუ ასე შემდეგ. მე რომ მიყვარს, იმიტომ პატიობ. ოღონდ ამ პატიებებს ზედანუსხა აქვს. ზედაზღვარი აქვს, ხო? კი, მეორე მხრიდან შეიძლება დავინახოთ, სადაც ეს ემოციური დიდი კავშირი არ არსებობს, იქ ნაკლებადაც გწყნის. იმიტომ რომ მოლოდინები და მოთხოვნების ნაკლები. კი ბატონო, და რატო რჩები მტკივნეულ ურთიერთობაში? მარტოობის მეშინია. კი. არ ვიცი რა იქნება ხვალ. ხვალ რაც იქნება ეს სტაბილურობის განცდას გვაძლევს. კი. ტოქსიკური ოჯახის მახასიათებლები რო ჩამოვთვალოთ, აი რა არის ის, რაც უკვე მომწამლელია და რომლის იქითაც უკვე საზიანოა ერთად ურთიერთობა. ერთ-ერთი მეწყვილი არის მანიპულატორი კლასიკური გაგებით. მის მიერ მეორე წვილი არის მუდმივი კრიტიკის, მუდმივი დაცინვის, ძალადობის ქვეშ. ამ ყველაფერს უყურებენ ბავშვები და ნახეთ, ბავშვებისთვის განქორწინება ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე დედის ან მამის მოლოდინი, რომ მოვა და ისე ვიჩხუბებს. დედები ჩხუბობენ, უკვე მარტო მამები აღარ ჩხუბობენ. დედებიც არიან კონფლიქტის წამომწყები. ცივი ურთიერთობები, არაზრუნვა, არაპატივისცემა,
დაცინვა. ეს არის უკვე მარკერები. დიახ. და აი ამას რო ვითმენ მე იქ მაქვს, რომ აი რატო ქალბატონისგან მაქვს ფრაზა მოსმენილი, იმიტომ რომ ცემს რომ ვუყვარ ვარ. ესეთები კიდევ არიან, ესეთი მოსაზრებები? ნუ დაახლოებით 3 წლის წინ და ახლა იმის ქმარზე მე რატო გავბრაზდე, ხო? ამ ქალთან მაქვს საქმე, ნახეთ რა დაუშვა. ანუ მოწონს, ეს ხო სათვალეა, ვარდისფერიც აღარ არის, არ ვიცი. ნახეთ. კი, ანუ იმდენად უნდა რომ კონტაქტში იყოს, ხო? და ეს ამის უკან დგას ძალიან დიდი ნაკლებობა საპირისპირო სქესის ენერგიის ბავშვობაში. აი სხვათაშორის განსაკუთრებით 1-დან 3 წლამდე ასაკში, როდესაც საპირისპირო სქესის მშობელი ფიზიკურად არ არის, ანუ დილით გავიდა საღამოს, ანუ ეს ენერგეტიკული კავშირი არ არის. ვითარდება ხოლმე აი ეგეთი დონის მიჯაჭვულობები. და ნახეთ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ასაკი ახსენეთ. ბაზალური შიშები ყალიბდება ზუსტად მაგ პრობლემის დროს ცხოვრებასთან მიმართებაში და 3-დან 6 წლამდე როცა ფროიდის მიხედვით ფალური ეტაპი გვაქვს და საწინააღმდეგო სქესის მშობელთან მაქვს ემოციური სიახლოვე 6-7 წლის მერე როცა ლოგიკა უფრო მეტად შემოდის ცნობიერებაში უკვე საკუთარი სქესის მშობელთან ხდება ემოციური სიახლოვე მაგრამ მე ის მაინც მჭირდება გასაკვირველია დღევანდელი ბავშვები ეზოში აღარ თამაშობენ მაგრამ მამიკოს უთხრა მამა მოვიდეს, თუნდაც დასან ძმას, ამითი და იქ მამა არ არის, სიტყვა მამა არ არსებობს და მე მაგ უზარმაზარი დეფიციტი ამ სიტყვის თქმის და დიდი ალბათობით მე ვეძებ მამა ქმარს, რომელიც ამ ორივე საჭიროებას დამეკმაყოფილებს, რაც აპრიორი არასწორია. ხო, ძირითად შემთხვევაში ჩვენ ხო მეუღლეებს ვირჩევთ ბავშვობის პროექციებით. ერთ შემთხვევაში იგივე ფროიდს აქვს ეს თემა, რომ თუ დედა მიყვარს, არაცნობიერში ვეძებ დედისნაირ გოგოს და პირიქით. და იგივე მამებთან მიმართებაშიც. ეხლა არ განვაზოგადებ, მაგრამ ნახეთ, ჩემი პრაქტიკული გამოცდილება მაძლევს ამის ხმის საშუალებას. პირობითად ნარკომანი მამის შვილი გოგო ირჩევს თამაშდამოკიდებულ ქმარს. ანუ ეს სცენარია მისი ცხოვრების, სულ დაძაბული უნდა იყოს, სულ ყურადღებით უნდა იყოს. ადიქტი უნდა ყავდეს კვერდით. კი, სხვანაირად კი, კონტაქტში არ არის ცხოვრებასთან, აი ამ აი ეს ადრენალინი, შფოთვა, აი ეს ყველაფერი აყოლია. და ყველაზე საინტერესო იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს ამ სცენარს, სად იმყოფება და იღებს გადაწყვეტილებას, რომ ცხოვრების თავისი სცენარით უნდა იცხოვროს და იმიტომ პიროვნული ზრდა. კი. აი ცვლილების სურვილი, ნახეთ მთელი თერაპია და კონსულტაცია რაზეა აგებული. არსებული სიტუაციის ანალიზი, ვინ ხარ, სად ხარ, როგორი ხარ, დადებითი, უარყოფითი, ცვლილების სურვილი გაქვს თუ არა? და რა ხარისხით გაქვს? როგორია შენი კარგად ყოფნის მოდელი, ან საერთოდ გაქვს თუ არა ეს კარგად ყოფნის მოდელი, სად ხარ, როცა კარგად ხარ, რა გაცვია, რა სჭამრასო, ვინ არის შენ სირგლივ და რა რესურსი გაქვს. აი ამ ცვლილებისთვის და ნახეთ შეიკრა წრე. ეს არის უკვე პიროვნული ზრდის ფუნდამენტი. რას აკეთებთ ამდენს რო საუბრობთ? აი ამ თემებზე ვსაუბრობ სესიაზე. ჩვენ არავის ჭკუას არ ვასწავლით. აი სწორი კითხვები ზუსტად იქ ისმევა ხათუნა. შეიძლება მტკივნეულიც იყოს. ერთ-ერთმა კლიენტმა მითხრა, რომ ტერმინი უნდა ვიხმარო, უკაცრავად არ მეყვარს ჟარგონი. მაგრად ვიგრუზები თქვენთან საუბრის მერეო და მივხვდი, რომ სწორად მივდივარ. ანუ იქ რაღაც შიშველსადენებს შევეხე, რასაც თვითონაც არ აღიარებდა. დღეს კარგად ვართ. სხვათაშორის ერთხელ მომიწია მგზავრობა ტაქსით და მძღოლი გამომელაპარაკა, რაღაც გზელი გზა ჰქონდა და მითხრა, რომ საცობი შეგვხვდა და ძალიან დაიღალა, გამოხატა, რომ აი ეს რა არის და რა ცხოვრება, რა პროფესია და აი უნდა გამოვსულიყავი ფსიქოლოგიო და დავიძაბე. რატომ მეთქი, რატო ამბობთ ამას? აი მარტივი იქნებოდაო, დავჯდებოდიო, ვილაპარაკებდიო ან მოусმენდიო და
აი ესე მარტივად შეხედა ფსიქოლოგიას და ხანდახან ადამიანები ვერიაზრებენ იმის უკან. ჩვენ ხო ზუსტად ვიცით ხათუნა რომ სესიიდან როგორი გამოვდივარ და სახლში როგორი ვბრუნდები. მე სიზმრება ვფიქრობ, იატაკს მინდა თუ ბორშს ვაკეთებ, უცბად რაღაცა გავიქცევი, ჩავინიშნავ, რომ ამას ეს უნდა ვკითხო, იმას ეს არ დამავიწყდეს, ეს მოვინიშნო, იმიტომ რომ სულ ტვინშია. იმიტომ რომ სულ გინდა თუ არ გინდა, ხანდახან მithქვია რომ ნანა სახლში ხარ უკვე, არ ხარ ცენტრში და არ ხარ კაბინეტში. არ ხარ ფსიქოლოგი, მაგრამ მე ხომ მტკივა, ჩვენ რეალურად ხო გამტარი ვარ და ეს ხომ ძალიან დიდი პროფესიული პასუხისმგებლობა, რომელიც წლებში მოვიდა, გულწრფელად ვამბობ ამას. იქ ხო მაგარი გოგო ვიყავი, ყველაფერი ვიცოდი, არ ვიცოდი, ვიცოდი. თავიდან უფრო მაგარი ხარ, კი. ეხლა სულ უკან ვიხევ, აი არ ვიცი, ნახოთ ერთად მოვიფიქრო და გარდა იმისა, პირველი შეხვედრის მე რომ მიდის კლიენტი, მე ვზივარ და ვწერ და ვფიქრობ, რომ სამუშაო ჰიპოთეზა რა მაქვს აქ და დამაზუსტებელი კითხვებით შევიდე, რომ არ ავწდეთ ერთმანეთს. ანუ კლიენტის დაკვეთა სწორად გამოვკვეთო. კარგია, რომ არსებობს ქვეყნად ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი არსებობს, იმიტომ რომ საკუთარი ისტორია შემიძლია გავიხსენო, როდესაც ფსიქოთერაპიამ გამომიყვანა იმ გარკვეული მდგომარეობიდან, რომელშიც ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ არასოდეს არ გამოვიდოდი, მაგრამ ძალიან დიდხანს მოუნდებოდი გამოსვლას ერთი და მეორე წარმოუდგენელი იყო ჩემთვის მიმეღწია იმ წერტილისთვის, სადაც მოვედი, იმიტომ რომ ეს წერტილი ჩემ ცნობიერში და წარმოსახვაშიც კი არ არსებობდა. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინ როდესაც თუნდაც ოჯახი ინგრევა, მაშინ როდესაც გვინდა რომ პატარა ადამიანებს, ჩვენ შვილებს ნაკლებით კივილი მივაყენოთ. ამისთვის არ არის აუცილებელი მთელი ცხოვრება ვიცხოვროთ იმ სცენარში, რომელიც არ გვინდა და შემდეგ ცხოვრების დასასრულს უთხრათ, რომ მათი გულისთვის გავაკეთეთ ეს მსხვერპლშეწირვა. ნამდვილად შესაძლებელია მივმართოთ სპეციალისტს და გაცილებით უმტკივნეულოდ გავიაროთ გარკვეული მტკივნეული საკითხები, რადგან სოციალური არსებები ვართ და ერთმანეთის დახმარება ძალიან გვჭირდება. უდაოდ. შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. რას ეტყოდით იმ მშობლებს, რომლებიც დგანან აი ოჯახის დანგრევის პირას? იქ რა იქნება თქვენი მესიჯი? მარტივი კითხვით დავიწყებ. 1 წლით გადადით წინ და უკან მოიხედეთ. გააკეთეთ თუ არა ყველაფერი ოჯახის გადასარჩენად, გიღირდათ თუ არა ამ ურთიერთობის გადარჩენა და 1 წლის მერე სათხართ და რას აკეთებთ? რთული კითხვაა. ზოგადად ჩვენ რთულ კითხვებს ერთი წლის გადმოსახედიდან ხო თუ წარმოიდგენ რომ უკვე გაშორდი და მოიხედა უკან ხო ბევრი საინტერესო რაღაცის დანახვა შეიძლება და როგორ მიმაქვს ჩემს შვილებამდე ეს ინფორმაცია ნაკლებით კივილით მამის დადებითი თვისებების წინ წამოწევით იმიტომ რომ ის მისი მამა არის ასეთი ან დედის რატო გადავეკიდე ამ მამას მე მithumetes რომელსაც პრაქტიკაში საკმაოდ მძიმე кейსები მაქვს როცა დედები თხოვდებიან და შვილებს ტოვებენ სხვათა შორის. და ვიფიქრო პიროვნულ ზრდაზე არა, მთლიანობაზე. არ დამანგრიოს ამან, იმიტომ რომ ჩვენ ხო სხვადასხვა სოციალური როლები გვაქვს. მე ვარ შვილი, დედა, ცოლი, და ძმა და ასე შემდეგ. და თუ წავიქეცი წამოვდგე. თუ შემეშველებიან კარგია, თუ არა და მე თვითონ ავდგები. თუ კიდე წავიქცევი, კიდევ. თუ წავიქცევი, წამოვდგეთ, ეს მესიჯი დავტოვოთ ბოლოს, იმიტომ რომ აუცილებელია ჩვენ შვილებსაც მივცეთ მაგალითი, თუნდაც იმისი, რომ შეიძლება წაიქცე, მაგრამ უნდა წამოვდგე. ამით დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი გადაცემის სპონსორია ფსიქოლოგოსი და კოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცია. ჩვენი პოდკასტების გადაღებას უზრუნველყოფს პროფესიონალთა გუნდი Ets Production-ი. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს Dressing Room Studio. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები.